მოგესალმებით. ფეხბურთი ყოველთვის გვთავაზობს როგორც საინტერესო, ასევე უცნაურ მომენტებს. დღევანდელ ვიდეოში წარმოგიდგენთ ყველაზე უცნაურ რეკორდებს ფეხბურთის ისტორიაში. იქამდე კი არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება, რათა დაეხმაროთ არხს განვითარებაში. დავიწყოთ. ყველაზე მეტი წითელი ბარათი ერთ მატჩში. ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ყველაზე მეტი წითელი ბარათი სამხრეთ ამერიკის კონტინენტზეა დაფიქსირებული. არგენტინის მეხუთე დივიზიონის, კლეიპოლისა და ვიქტორიანო არენას შორის გამართულ მატჩში მოხდა მასობრივი ჩხუბი, რომელშიც მონაწილეობდნენ ფეხბურთელები, მწვრთნელები და ფანების ნაწილიც კი. მთავარმა მსაჯმა დემიენ რუბინომ ყველა მოთამაშე სათადარიგო სკამის ფეხბურთელებთან და გუნდის პერსონალთან ერთად მოედნიდან გააძევა. ჯამში კი მან 36 წითელი ბარათი გამოიყენა, რაც აბსოლუტური რეკორდია. ყველაზე მეტი ავტოგოლი კარიერაში. ეს გასაოცარი რეკორდი ირლანდიელ მცველ რიჩარდ დანს ეკუთვნის. 20 წლიანი კარიერის განმავლობაში მან 300-ზე მეტი მატჩი ჩაატარა პრემიერ ლიგის ისეთ გუნდებში, როგორებიცაა მანჩესტერ სიტი, ასტონ ვილა და ევერტონი. მისი მიღწევების მიუხედავად ის ამ უცნაურ სიაში პირველ ადგილს იკავებს და მის ანგარიშზე 10 ავტოგოლია. მას შეიძლება ბომბარდირიც კი ვუწოდოთ, თუმცა არა იმ მხრივ, როგორც ყველას წარმოგიდგენია. ყველაზე მეტი გოლი მეკარეებს შორის. მეკარემ 100-ზე მეტი გოლი გაიტანა. ამ წინადადების მოსმენა ნამდვილად უცნაურია, მაგრამ როჟერიო სენიმ რადიკალურად შეცვალა მეკარის როლი და დაამტკიცა, რომ ეს ნამდვილად შესაძლებელია. საო პაულოში სენი გახდა ცოცხალი ლეგენდა, არა მხოლოდ როგორც მეკარე, არამედ როგორც საჯარიმოებისა და პენალტების უზადო შემსრულებელი. ბრაზილიელმა მეკარემ ისტორიას თავი გასაოცარი მაჩვენებლით 131 გოლით დაამახსოვრა. მისთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი 2011 წლის მარტში მოხდა, როდესაც სენი მე-100 გოლი გაიტანა. მან ეს კორინთიანსთან მატჩში 25 მეტრიანი საჯარიმო დარტყმით მოახერხა, რითაც თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა და ისტორიაც დაწერა. როჟერიო სენის რეკორდი იმდენად შთამბეჭდავია, რომ მისი გადალახვა უახლოეს მომავალში ნამდვილად შეუძლებელი ჩანს. ყველაზე მეტი გოლი ერთ მატჩში. ფეხბურთის მატჩი ჩვეულებრივ 90 წუთი გრძელდება. დამატებითი ტაიმების შემთხვევაში კი 120, მაგრამ არსებობს ერთი დაუჯერებელი რეკორდი, რომელიც კითხვას გაგიჩენ თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი ამ დროში. 2002 წლის 31 ოქტომბერს მადაგასკარის გუნდმა ადემამ დააფიქსირა დაუჯერებელი რეკორდი, როდესაც მათ მოწინააღმდეგე გუნდს ერთ მატჩში 159 გოლი გაუტანეს. მატჩის შედეგი იყო 159-0 ადემას სასარგებლოდ. ამ ფაქტმა, რა თქმა უნდა, ყველა გააოცა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მოწინააღმდეგე გუნდმა ეს გოლები სპეციალურად გაუშვა. მათ ამით პროტესტი გამოხატეს წინა მატჩში არბიტრის არასწორი გადაწყვეტილების გამო. ალბათ ადემას ფეხბურთელებისთვისაც კი მოსაწყენი იყო ეს ყველაფერი. მიუხედავად ყველაფრისა, ეს მატჩი მსოფლიომ გაიცნო როგორც ყველაზე უხგოლიანი მატჩი ფეხბურთის ისტორიაში. თაბური გოლი ყველაზე შორი დისტანციიდან. რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს ნორვეგიელმა ფეხბურთელმა ჯოუნ სამუელსენმა 58 მეტრიდან მოახერხა თავით გოლის გატანა. ეს დაუვიწყარი გოლი 2011 წლის 25 სექტემბერს ნორვეგიის უმაღლეს დივიზიონში გრენლანდისა და ტრომსოს შეხვედრაში გავიდა. ბურთი ტრომსოს ნახევარში გადავარდა და ერთ-ერთმა მცველმა ბურთის მოგერიებას სცადა. სამუელსენმა ეს ბურთი მოიგერია და კარისკენ გაუშვა და პირდაპირ კარის პადეში შევარდა. ეს გოლი კი ნამდვილად არის ფეხბურთის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტი. 3 მუნდიალის 3 სხვადასხვა ქვეყნით. არ არსებობს სხვა ფეხბურთელი, რომელმაც მოახერხა ამ გასაოცარი ფაქტის დაფიქსირება. ყოფილმა ინტერის ფეხბურთელმა დეიან სტანკოვიჩმა 3 მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა 3 სხვადასხვა ქვეყნის შემადგენლობაში. სტანკოვიჩმა პირველად საფრანგეთში 1998 წელს ითამაშა. იმ დროს იგი იუგოსლავიის რიგებში ირიცხებოდა. 1998 წელს იუგოსლავია ჯგუფიდან გავიდა. ნიდერლანდებთან 2-1 მარცხის შემდეგ კი ტურნირს დაემშვიდობდნენ. 2001 წელს იუგოსლავიის ნაკრები დაიშალა და გუნდს სერბეთი და მონტენეგრო დაერქვა. 2006 წელს დეიანი მილანის ინტერში გადავიდა და გერმანიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ის თავისი ახალი ქვეყნის სახელით გამოდიოდა. თუმცა გუნდმა ძალიან ცუდი ტურნირი ჩაატარა. მათ ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს გატანილი 2 და გაშვებული 10 გოლით. კოტ დივუარის, არგენტინის და კვლავ ნიდერლანდების წინააღმდეგ. მაგრამ პოლიტიკური და სოციალური ცვლილებები არ შეჩერდა. რეფერენდუმის შედეგად მონტენეგროში ხალხმა გადაწყვიტა სერბეთიდან გამოყოფა. სტანკოვიჩს კვლავ ასარჩევი ჰქონდა მისი მომავალი ნაკრები. საბოლოოდ სერბეთთან ერთად ის გაემგზავრა სამხრეთ აფრიკაში 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე და ეს გასაოცარი ფაქტიც დააფიქსირა. თუმცა მიუხედავად მისი განსაკუთრებული რეკორდისა, მისი გუნდი კვლავ პლეი-ოფის ამარა დარჩა. სერბეთმა წააგო განასთან და ავსტრალიასთან, თუმცა მოულოდნელად დაამარცხა გერმანიის ნაკრები. ეს რეკორდები იმ გასაოცარი მომენტების მხოლოდ პატარა ნაწილია, რომელსაც ფეხბურთის ისტორია გვთავაზობს. თუ გიყვართ ფეხბურთი და გსურთ მეტი მსგავსი ვიდეო, მაშინ აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი და ჩართეთ ზარისხი ლайკი.
შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.